15 წლის ვიყავი. მამა სანქტ-პეტერბურგში სამხედრო ქარხანაში მუშაობდა. სწავლობდი სკოლაში, რომელიც ჰოსპიტალად გადააკეთეს. ომის წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობდა. სკოლაში ფეხით დავდიოდით. დაბომბვა დილიდან იწყებოდა. ღამით არ ისროდნენ, რათა საცეცხლე წერტილები არ შეემჩნიათ. ჩვენ სკოლის სარდაფში ჩავდიოდით, სადაც თავშესაფარი ჰქონდა მოწყობილი და იქ ვრჩებოდით, ვიდრე დაბომბვა არ წყდებოდა. ზამთარში თოვლისგან ქუჩებს არავინ წმენდა. მეზოები არ მუშაობდნენ. ბინებში არ იყო გათბობა, შუქი, ზამთარში ძალიან ციოდა. სახლებს ნავთის ლამპით ვანათებდით. არ იყო პროდუქტი, არაფერი ჰქონდა საჭმელი. მოგვიანებით ომის შემდეგ დავასრულე უმაღლესი სასწავლებელი. დავიწყე მუშაობა. ცოლად გავყევი ქართველს და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი. მას მოსკოვში შევხვდი და შემდეგ გადმოვედი საცხოვრებლად. აქ ძალიან კარგად მიმიღეს და აქ დავიწყე მუშაობა. აი ასე დავრჩი აქ და მთელი ცხოვრება გავატარე.